რა მოსაზრების არის საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები დღევანდელ ხელისუფლებაზე? რა მაიძულათ ისინი დაეტოვებიათ თავიანთი სამშობლო და რა არის მათი ქართული ოცნება? როგორია თქვენი აზრი დღევანდელ საქართველოს ხელისუფლებაზე? თავს ვიკავებთ მაგ კითხვას. რამ გაიძულათ დაგეტოვებინათ საქართველო და თქვენი ოჯახი? რაც თქვენ ის ჩვენ. რაც მთელ საქართველოს ჭირს აქ. სამსახური რო გვექნება, პირობები რო გვექნება, დავბრუნდებოდი. რატო არ დავბრუნდებოდი? შვილები სტუდენტები აქვს. აი თქვენს მოგეხსენებათ, ახლა რამხელა ფასები არის უნივერსიტეტში განასახიერებლად. იძულებული შემქენდა წამოსულიყო. ხო, ეს შვილს ვერ მიცნობ განათლებას. არის თქვენი ქართული ოცნება. საქართველოს აყვავებდა საქართველოში ყოფნა. ჩვენ სახლებში რომ ვიყო. ჩვენ სახლებში არა. რაც არ უნდა იყოს, მაინც ქართველია და რაღაცა საქართველოს საკითხია. ყველაზე დიდი შეცდომაა საქართველოს. ძალიან მომწონს. ვინ მოხდეს? მიშა საუბარში. და რამდენი წელი აქ ხართ? ხო, აი აქ რატო ხარ? ეგრე ძალიან მოგიყვარს. აგერ ძალიან მომწონს. აი რაღაცა პრობლემები რომ ეძო. რამ გაიძულეთ საბერძნეთში ჩამოსვლა? რა მაიძულა? ეს იყო უკვე შევარდნაძის პერიოდი, რასაც ჩამოვა. ხო, აი დღეს თუ საქართველოში კარგი პირობებია თქვენთვის, ხელსაყრელი პირობებია და თქვენ მოგწონთ ჩვენი ხელისუფლება, რატომ არ გუნდებით? იმიტომ არ მივიღო შემასაც სამხედრო. აი ეგ არის ხალხი არაფერი. სხვა ყველაფერს ზრით სწორი გადაწყვეტილება მიიღო ჩვენმა პრეზიდენტმა, როდესაც ბატონ ბიძინა ივანიშვილი ჩამოართვა საქართველოს მოქალაქეობა. ეს ისე მორიგი გამოხტომა რა თქმა უნდა მთელ ოჯახს ჩამოართვა. ეს მისი მორიგი გამოხტომა რის სამკიცებს არის. ეს სამკიცებს არის. ყველა პრეზიდენტო არჩევნები იყოს ვის აირჩევდით? ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ბატონ მიხეილ სააკაშვილს. მე შემისამ მირჩევნია. მიზეზი ხონდა თქვა რატომ მირჩევნია? მიყვარს ეს პიროვნება და რა ვქნა. და რა არის თქვენი ქართული ოცნება? ჩემი ქართული ოცნება. ჩემი ქართული ოცნება ის არის, რომ დავბრუნდე საქართველოში ის მალე. ჩემი ოცნება ის არის, რომ დავბრუნდე ისეთ საქართველოში, სადაც ყველა ქართულად ილაპარაკებს. ბუდისტ პრამეწელი ახავა და მებნება აზრებს ვერ ვალაგებს. რომ დავბრუნდე ნამდვილ ქართულ საქართველოში და დავბრუნდეს ყველა ჩემი მეგობარი აბსოლუტურად, რომლებიც წასულები არიან ირლანდიაში, ამერიკაში, ინგლისში, არ ვიცი, მთელი მსოფლიოდან და დარწმუნებული ვარ, თუ დაბრუნდებიან იმ შემთხვევაში შევხვდებით ერთმანეთს. ჩემი ქართული ოცნებაა ყველა ახალგაზრდა იყოს საქართველოში და ყველამ თავისი აზრი, თავისი გონება, თავისი ტალანტი მოახმაროს საქართველოს და სხვას არავის. მე ამ 18 წელს ჩემი ცხოვრებიდან დაკარგული გქონდა. ყველაზე განგრილი წლები ჩვენი ცხოვრება. ჩვენც ემიგრანტები საქართველოსა ძალიან გაიგოს ჩვენი ემიგრანტების აზრი. ძალიან ყველაფერს ადამიანურს მოკლებული. ხო, მაგრამ რატო ხარ? მე მაგალითად ვიძახი რომ მოკლებული ვარ იმის გამო რომ ხელისუფლება არ მივარგა. იმის გამო რომ ხელისუფლებამ ვერ გააკეთა ის რაც უნდა გაეკეთებინა. 50,000 ბინაში მაქვს ჩადებული და არც შენდება, არც მიბრუნდება. ვერც ბრუნდები. ვერ გავიგე, მისესი თქვი შენ რატომ გიყვარს? მე იმიტომ არ მომწონს ჩემი ხელისუფლება. და მე მაგალითად ბიძინა ივანიშვილის არჩევნებისას იმის გამო როგორც შარშანწინ და იმის წინებზე გამიყავდეს ხმები, მირჩევნი ავიღო ბილეთი ჩავიდე. მე მივცე ხმა, ვიდრე როგორც შარშანწინ მომწერეს რომ ჩემს მაგივრათაც და ჩემს ირგვლივ ვინც იყო ამ ხანაგები ყველას მაგრად იყო ხმა მიცემოდა. ნამდვილად ჩავა მარტო მაგისკენ. აი, შენ აგეხსნა ერთი სიტყვით. ქართველებს რატომ გიყვარს? პატარა ბავშვი ხარ კამპეტი მიყვარს და ეგრე მინდა. სიმპათიურია მიშა. ხო, მიშა მაგარი. ხო. ეგეთი მართლა აქ და ვიცით რომ აი ხვალ სამსახური მეთებას და იმიტომ ამის გამო ვარ. დაზღვეული ხომეთით როგორ რასაც გეუბნებით. აი გინდა თუ არ გინდა ემიგრაცია იმას ნიშნავს რომ იმ ქვეყანაში ცხოვრობ და ექცევ იმ ქვეყნის პირობებს. თქვენი აზრით სწორი ბატონ ბიძინა ივანიშვილის ჩამართვა საქართველოს მოქალაქეობა. არა, არა. ნებისმიერ ქართველს უნდა ქონდეს რაღაცაზე ახლა ის 3 მილიონი ჩვენ იმას მაინც ვერ გავიგებთ, ჩვენ არავინ მოგვახავს.
ისე შეიჭრება ის ფული რამდენი ყველა ფული შეიჭრება რაც მთავრობაში მივიდა დასახმარებლად ჩვენ ვერ გავიგებთ ასე რომ 5-იც რო გადაეხადა 100 წელი არ დაგვაბრუნებს სააკაშვილი უკან რო დაუბრუნდეთ უმუშავარი ვიქნები და ამომწდება შულები შეიძლება რა შემთხვევაში დაბრუნდებოდით საქართველოში აი მაგალითად ძალიან დიდი იმედი მაქვს ივანიშვილის იმიტომ რომ შვენიერი კაი ქონება არ დაჭირდება მოპაროს ვინმეს და ჩაიდოს ჯიბეში ნამდვილად გააკეთებს იმას რომ 100 არ ვიყოთ აღოღიალებული და 100 არ გვენატრებოდეს შვილები და სულ ყველაფერი დაგვაბრუნებს და სამსახურიც იქნება ძალიან დიდი იმედი ძალიან დიდი იოლად შეგვეცხვა ვერასვერეთში საქართველოში არ წასულიყო არასდროს ყველაზე ვარეს გეტყვით მეუღლე დამეღუპა და ვერ წავედი ბავშვებმა მითხენ არ ჩამოხვიდე დედა რას გააკეთებო ჯობია მან დიყავიო და მაქედან რამეს მოგვეხმარები და რამ გაიძულათ აგეტოვებიოთ საქართველოს და თქვენი ოჯახი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ფინანსური სამსახური არ მქონდა იცით რა საჭმელზე და ვერც ვერაფერზე რა არის თქვენი ქართული ოცნება ქართული ოცნება ყველა ქართველები იყო საქართველოში მქონდა სამსახური და იქ საქართველოს იყოს თავისუფლებაზე დიდი ასი არაფერს თავისუფალი ახლაცაა მაგრამ არა ჩვენ არა ვართ თავისუფლები ამ წუთში აი ის თავისუფლება რაც ჩვენ მე პირადად მაკლია აქ საბერძნეთში აი ეს თავისუფლება და საქართველოს როგორც ებრაელმა ხალხმა გააკეთა ყველანი იერუსალიმში ბრუნდებიან ისე უნდა დაუბრუნდეთ საქართველოში ყველანი და ჩვენ დაუბრუნდებით იქ დაუბრუნდებით თავაწეულები და გამართულები ამინ ჩვენი წირით ვეხმარებით ყველანი საქართველოს ამინ გაიხარეს ძალიან ცუდი მე პირადად 70 წლის კალი 16 წელი აკვადარი იცით ეს თქვენ რა მაიძულა და გაჭირება არ ქონობა უხელფასობა და იმ მცირე მონაბა რა შემთხვევაში დაბრუნდებოდით საქართველოში იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება შეიცვლება და რაღაც აღორძინება დაეთყობა ვინც არ უნდა იყოს მოსული საქართველოში ხელმძღვანელად აი იმ შემთხვევაში დაუბრუნდები და მე შვიდტანი დედა ვარ გურიობოლი მყავს მიტოვებული და იმ შემთხვევაში დაუბრუნდები რომ საარსებო წყარო აი იმ 100 ლარს 100 ლარით რომ დამემატოს პენსია დაუბრუნდები იმ შემთხვევაში ავირჩევდით ვინც უკეთესი იქნება უკეთეს და უკეთესი აი იმას ავირჩევ ბატონ ბიცინევანი ორივე ხელები მაგაწეული ავირჩევდი კი არა ახლოს რო ვნახო გადავეხვეოთ და გადავკოცვიდი აი ასე ვიზამდი იცი ვინ არის ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ღმერთი ამაღორძინებელი ეს არის ის 10 ახალგაზრდამ და 10 ჩამოსულმა თავცარიელმა ხალხმა ბევრმა შვილი სააკაშვილი ეს სწორი გადაწყვეტილება მიიღო ჩვენ პრეზიდენტს მოქალაქეობა ჩამორდა ბატონ ბიძინა ივანიშვილს სწორი აზრი მიიღო არავითარ შემთხვევაში რას ქვია მიიღო სწორი აზრი გადაღება როდესაც მაგალითად აი ბენდუქიძე ჩამოვიდა რუსეთიდან საქართველოში მაშინ რატო არ აწეხა ასეთი აჟიოტაჟი ბენდუქიძემ დააქცია საქართველოს გაყიდა ყველაფერი და დღეს აგერ საბერძნეთის ნახევარი მესოგიო სხვა ნაყიდია რა არის თქვენი ქართული ოცნება ჩემი ქართული ოცნება აყვავდეს საქართველოს და ჩემო შვილიშვილებს კონდეს იმის საშუალება რომ აი თქვენსავით ახალგაზრდა არ გასულიყოს გარეთ და სამშობლოში კონოდეს ფესვი გადგმული აი ეს არის ჩემი ოცნება თქვენი აზრი როგორია დღევანდელ ხელისუფლებას რა ვიცი ჩვენი აზრი ისეთია რომ ძალიან ხშირად მდგომარეობა აქვს საქართველოში დაიცალა საქართველოსთან უჭირს საქართველოს და დასაჭირია და რა ვიცი აბა თუ შეიძლება ისეთი პირობა რომ ჩვენ შეგვიძლია დაუბრუნდეთ ჩვენს ქვეყანაში ლოცულობ მასე რომ ეს გადაგდება ლოცულობ დაუბრუნდეთ ჩვენს ქვეყანაში ჩვენ საყარელ ოჯახებს რა შემთხვევაში დაბრუნდებოდით საქართველოში იმ შემთხვევაში როცა იქნება სიმშვიდე სიცხარე და შეიქმნება სამუშაო ადგილები და დაუბრუნდებით და ვიმუშავებ ასე რომ 40 წლის ზემოთ საშუალება არ აქვს ვიმუშაო და არ არსებობს სამსახურები იძულებული ასე წარმოედგინა რა იმ დროს როცა ჩვენი შვილები იმუშავებენ დასაქმდებიან და ექნებათ ოჯახის შენახვის უფლება იმ დროს სწორი გადაწყვეტილება მიიღო ჩვენ პრეზიდენტმა დოდესმეც ბატონ ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობა არა არ მიიღო იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილი ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის საქართველოს მოქალაქე და არავის არ აქვს უფლება მას ჩამოართვა საქართველოს მოქალაქეობა რას ქვია სწორი გადაწყვეტილება მიიღო არავითარ შემთხვევაში
ეს არის რა არიცი? თავხედობა. ზედმეტი თავხედობა. აი იმ ივანიშვილის, რომელ ივანიშვილსაც საქართველოში ყველას მოიხსენება დრაფტს გაკეთებული. 17 წელი. ყოველ წელიწად ახლა 2 გულის ჩამოსული. რა დედა. ძველებური ყველაფერი მომწონს, რაც მე დავტოვე 16 წლის წინ და ახალი ოდიში მაბადია ამ სიტყვაზე დედა. ჩემი შვილიშვილების სწორი ხარ. ქარაფშუტული გაკეთებული დღეს რო ასფალტი დაიგება და ხვალის იქ გავლა არ შეიძლება, დღეს რო ხიდი გაიგება და ხვალი ხიდზე გავლა არ შეიძლება. ასეთები იცი რამდენია, მე მიჭირს ამის ჩამოთვლა. ძალიან მიჭირდა. საბერძნეთმა მიგვიღო, კარი გაგვიღო, თბილად, ჩაგვიხუტა, აქ ვარსებობ და საქართველოსთან ვარ იძულებით გამოძევებული. მიტოვებული საყვარელი ოჯახები ბავშვებისა დაიზარდნებო, ჩვენი სიტყვის გარეშე შვილიშვილები იზრდებიან, ეს რა თქმა უნდა მოსაწონისი არ არის. და ნამდვილად გაუმარჯოს ბერძენ ხალხს, რომელსაც ქართველები თუნდაც გამოიჩინა ასევე როგორც ჩვენი საბერძნეთი. იმ შემთხვევაში ბატონი ვიცნებოა სათავეში და შესაძლებელი იქნება ყველასთვის იმუშაოს იმ დღეს რომ დავუბრუნდეთ. იმ დღეს დავუბრუნდეთ. შეიძლება დედა, მითხრა. დიდი სიყვარული დავუბრუნდეთ საქართველოში. ქართველი ეროვნულად შეიკრება და ვიქნებით როგორც შეეცერება ქართველ ერს. უბრალოდ მოვითხოვ, ჩვენ ბევრს არაფერს არ მოვითხოვ, უბრალოდ საქართველოში გვინდა მოვიდეს ისეთი ადამიანი, რომელიც მოგცემს საშუალებას, რომ ვიშრომოთ და ამ შრომით ფული გქონდეს ჩვენ თითოეულ ოჯახის წევრს. და არ ვიყოთ ქუჩაში მათხოვრები. სიტყვას დავსვა. მიგაჩნია თუ არა რომ ჩვენმა პრეზიდენტმა, როდესაც მიიღო გადაწყვეტილება და ჩამოართვა ბატონ ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა მოგწონდეს არ მომწონს. ვინამდე სააგაში. ბრაუნები ჩამოართვა ახლა მთელი სოფელი და დაეხმარა ხალხს. ხანდრომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს ვის აირჩევდით ბატონ მიხეილ სააკაშვილს თუ ბიძინა ივანიშვილს? ივანიშვილს აირჩევდით. არის თქვენი ქართული ოცნება. საქართველოში დაბრუნება პირობები. ოჯახში ჩვენ შვილებთან დავკარგეთ ხალობაც, დედობაც, მამობაც, ბედიობაც და ოჯახები რამდენი მიაღარვა ეს არის იმდენი დაიწყო. ჩვენი მიწაცხალი არ გვირჩევნია ჩვენ? სამსახური რომ გქონდეს ახლა იქანა ვემოჯამაგებო ხარს ის გვირჩევნია ვიდრე აქ. რა შემთხვევაში დაბრუნდებოდით საქართველოში? სამსახურები იქნება. რა თქმა უნდა, 53 წლის ვარ უკვე და საღამი მუშაობს. 40 წელს იგი ჩვენ პრეზიდენტს არ უნდა თურმე ხალხი სამსახურში მოიყოს და მე ახლა ვიღა გამაახალგაზრდა, თუ გამაახალგაზრდა. ეს რა ქვია? სააკაშვილი მომცემს კაი სამსახურს, კაი ხელფას წამოვალ. ჩვენი გამოკითხვიდან ბევრმა თავი აარიდა კამერას, თუმცა კითხვაზე თუ რა მოსაზრების არიან ჩვენს ხელისუფლებაზე და რა არის მათი ქართული ოცნება, პასუხი გვაქვს. ივანიშვილის იმედი გვაქვს. ხოლმე საპრეზიდენტო არჩევნები იყოს ვის აირჩევთ? რა თქმა უნდა ბატონ ივანიშვილს, ბიძინა ივანიშვილს, იმიტომ რომ მე წავიკითხე ძალიან ბევრი რაღაცები, ინფორმაციები ამ კაცზე, ეს როგორც პოლიტიკოსად მომზადებული აღმოჩნდა, ვიდრე ვფიქრობდი მე ამას. ძალიან დიდი ღვაწლი აქვს გაწეული ამ 10 წლის განმავლობაში თუ არ ვწდები ვისაც კი მიუმართავს ყველას ხელი გაუწოდა და ის პროგრამა რაც მე წავიკითხე ის ბიზნეს ცენტრში გავრცელებული ინფორმაცია ყველაფერი ავიტაცე იმედი და ყველანაირად თქვენი აზრით სწორი გადაწყვეტილება მიიღო ჩვენო პრეზიდენტმა ბატონ ბიძინა ივანიშვილის და მის მეუღლის მოქალაქეობა ჩამოართვა? არანაირი მოქალაქეობა ხალხს შეუძლია მარტო პრეზიდენტი არა ეს დამოკიდებული პრეზიდენტი ერთი და საქართველოს არის 5 მილიონი არ არის ბატონო თქვენი ქართული ოცნება ჩემი საქართველოს გაერთიანება ჩემი ხალხის ბედნიერება სიკეთე გამთლიანება რაც ნიშნავს აფხაზეთის დაბრუნება სამხრეთ ოსეთის დაბრუნება ჩემი ხალხის სიკეთე ბედნიერება სურს დროზე წასვლა საქართველოს რა თქმა უნდა დროზე ჩვენ გაწასვლა